მოგესალმებით აპოლინოს სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადებ ფახლავას. ფახლავის რეცეპტი დევს უკვე ჩემს არხზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ფახლავა განსხვავდება იმით, რომ მოვამზადებ ფენოვანი ცომით, რომელიც არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, ძალიან გემრიელი და აქ გჭირდებათ ამისათვის ბევრი ინგრედიენტები. ფახლავის მოსამზადებლად გჭირდება რაც მთავარია ფენოვანი ცომი და მე მაქვს ფენოვანი ცომი სახში მომზადებული და მაქვს დაახლოებით 800 გრამი, ბოლოს რამდენი დამჭირდება, ამას დაგიტოვებ დაბლა ინფობოქსში. გჭირდება აგრეთვე დაახლოებით 300 გრამი შაქარი, 5 კვერცხის ცილა, დაახლოებით 300 გრამი ნიკოზია ან თქვენი გემოვნებით, ციკვი მარილი. მე მაქვს აგრეთვე 9 ჩაის კოვზი დარეჩინი, 9 ჩაის კოვზი ილი და 9 ჩაის კოვზი მიხაკი, ბანანის ექსტრაქტი და სულ ცოტა ლიმონის წვენი. ფენოვანი ცომის ფახლავის მომზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ შუა ფენა უნდა გამოვაცხოთ წინასწარ. ეს იმიტომ, რომ შემდეგ გამოცხობის პროცესში, როდესაც ავაწყობთ ფახლავას, უბრალოდ შუა ფენა არ გამოცხობა. ამიტომ ვიწყებთ ჯერ შუა ფენის გამოცხობას. როცა უნდა გავაბრტყელოთ ცომი, ესეც გჭირდება სულ ცოტა ქვრივი. ცომი გავაბრტყელოთ 5 კუთხით ფორმაზე. ჩამოვჭრი გვერდებს, შევალავანზებ და შევასწორებ და გადავიტანო უკვე გამოსაცხო ფორმაზე. ჩამოვჭრე ნაჭრები, შეგიძლიათ ისევ დადოთ ერთმანეთზე და მოთავსოთ ისევ მაცივარში. გამოსაცხოები ფორმის ზომა არის დაახლოებით 30 ფორმაც, ეს არის ყველაზე დიდი ფორმა, რაც კი ხუმს მოყვება. ახლა გადავიტან გაბრტყელებულ ფენოვან ცომს, მე მოვაყრე სულ ცოტა ქვებს გამოსაცხო ფორმას. ზედ გადავიტან ცომს. გვერდები უკვე ჩამოვჭერი ფორმის ზომის მიხედვით. და ცომი რომ არ გაიფეროს, დავჭხვიდოთ ჩანგლით. სანამ გამოვაცხობთ, ზემოდან დავადებ კიდევ ზუსტად ესეთ ფორმას და გამოვაცხობთ გაბრტყელებულ ცომს, დავაფარებთ გამოსაცხო თაღებიდან. დავაფარებ კიდევ ზემოდან ზუსტად იგივე ზომის ფორმას და გამოვაცხობთ წინასწარ დაახლოებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვდგაგარებ, ავიღებ ფორმას ზემოთ და დავამთავრებ ცხობას ბოლომდე. სანამ ცომი გამოცხება, დავქვათ მანამდე ნიკოზი. გამოვიყენოთ, ეს არის თქვენი დამოკიდებულება, რაც უფრო მეტი იქნება, უფრო გემრიელი რა თქმა უნდა. ბეზე და სუფთად გაყოფილ კვერცხის ცილას მოვათავსებ მე თაში. დავუმატებ მწიგ მარილს და დავიწყებ გათქვებას. ზედ კვერცხის ცილა გათეთრდება, დავუმატებთ შაქარს. შაქართან მე არ დავუმატებ, თორემ კვერცხის ცილა, ანუ ბეზე არ გაითქვიფება. დავუმატებთ ვანილი. შემდეგ ვუმატებთ ლიმონჟავას ან ლიმონის წვენს. ბეზე უკვე გაიყოფა. და სურვილის მიხედვით ვისაც გსურთ დავუმატეთ სუნელები. ეს არ არის აუცილებელი, უბრალოდ არის სასურველი. დავუმატოთ სუნელები. კარდამონის მარცვლები ამოვალავდი, რა თქმა უნდა, ეს იყო უბრალოდ საჩვენებლად. მოვრივოთ კარგად. სალც არის სურნელი პრიალი ჩვენთან. მე როგორც უკვე გითხარით, ეს არის უბრალოდ თქვენს გემოვნებას დამოკიდებული. შეგიძლიათ არ დავუმატოთ და მხოლოდ ვანილით მომზადოთ. ახლა
ნიკოზი. და მოურიოთ კარგად. მოურიოთ ფრთხილად, რომ ბეზი არ დავარდეს. ნახოთ, გამოცხო თუ არა ჩვენი შუა ფენა. როგორც უკვე ხედავთ, შუა ფენა გამოცხო, მაგრამ კიდევ მოვათავსებ ახლა მე ღუმელში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში დაამთავროს ცხობა და გახდეს ოქროსფერი. მე უნდა გავბრწყო კიდევ ორი ცომი. ეს არის სულ ქვედა ფენა და სულ ზედა ფენასთვის. ყველაზე დიდი რომელიც არის ამ ფენას მე გავაბრწყელებ ზედაპირისთვის. დავიწყოთ ისევ გავბრწყელებად და მჭირდება ამისათვის ქვილი. მოყავთ ქვილი თქვენ სამუშაო დაფას და გააბრწყელოთ ოთხკუთხედად. დავიწყოთ ფახლავის აწყობა. ჩვენს გამოსაცხობ ფორმას მოვაყაროთ ქვილი. გადავიტანოთ ზედ გაბრწყელებული ფენოვანი ცომი. გადავასწოროთ კარგად. გავაბრწყელოთ კიდევ კარგად. და ზედ მოვათავსოთ ბეზის ნახევარი. ბეზი უნდა გავყოთ ორ ნაწილად. გადავასწოროთ ბეზი თანაბრად. ზემოდან დავადოთ უკვე გამომწვარი ფენა. შემდეგ უკვე გამოცხობილ ფორმაზე გადავიტანთ ასევე ბეიზის მასას და გადავანაწილებთ თანაბრად. და რაც გამომრჩა ფენოვანი ცომი, რომელიც არის გამომწვარი, გააციეთ, შეაგრძელეთ აუცილებლად. ალბათ იკითხავთ, რატომ მოგცეთ გამომწვარი ცომი უკვე შუაგულში. იმიტომ რომ გამოცხობის პროცესში უბრალოდ შეუძლებელია მისი გამოცხობა და ამოსვლა. ზემოდან კი დავადებ წინასწარ გაბრწყილებულ ცომს. უნდა იყოს აუცილებლად შედარებით უფრო დიდი ვიდრე დანარჩენი. ჩაუკეცოთ გვერდებში. გვერდები ჩაუკეცოთ კარგად. ეს არის მნიშვნელოვანი. და თროდ არ დაზოგოთ ამისთვის. ზემოდან წავუსვათ ჯერ კვერცხის გული. მჭირდება დაახლოებით 2 კვერცხის გული, რომელიც მოგჩა უკვე ჩვენ. წავუსვით ყველგან. შეგიძლიათ კვერცხის გულში გავუგოთ ასევე რძე ან არაჟანი, რომელიც თქვენ თვითონ გსურთ. კვერცხის გული უკვე წავუსვით, ახლა უნდა დავჭათ ფახლავა წინასწარ, უნდა დავჭათ რომბის ფორმებად. და მიუხედავად იმისა, რომ შუა ფენა არის გამომწვარი, მაინც ძალიან კარგად იჭრება. გისმით ალბათ ხმა, როგორ ხრაშუნობს. შემდეგ შემოაწერეთ გამოსაცხობი ფორმა. ახლობით ესე. და დაიწყეთ კუთხიდან დაჭრა. რეცეპტი ნანახი აქვს ვიდეო რეცეპტი YouTube-ზე. ნახავთ რომ მე ზემოდან მოვალაგე მაშინ ნიკოზი. ახლა გადავწყვეტე რომ მოვალაგო უბრალოდ ნურში. შეგიძლიათ მოვალაგოთ ნიკოზი ნურში, ან საერთოდ არაფერი არ მოვალაგოთ, დატოვოთ ისე. როგორც გინდათ. შეგიძლიათ ყველა მეორე ნაჭერზე მოვალაგოთ. აი ამ პატარა ნაჭრებზე მე მაგალითად არ მოვალაგებ არა ეს გონი აუცილებელი. ფახლავა უნდა გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ომაში.
180 გრადუსზე დაახლოებით 40-45 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურად და ჩავართეთ ზედა და ქვედა წვა. ცომის ფახლავა უკვე მზად არის. მე ხა სულ ოდნავ შევაგრილებ და ზემოდან შემდეგ მოვასხავ თაფლს. მე გადავწყვიტე რომ მხოლოდ ნახევარს მოვასხავ თაფლი და ნახევარიზე დავტოვო, ასე შემიძლია უკეთესად შევაფასო, რომელი მხარე ჯობია. ლიათ მოვამზადოთ უბრალოდ ვაჟინი და ის მოასხავთ. თაფლი გჭირდება დაახლოებით 150 გრამი. ჩავჭრით, იმიტომ რომ უკეთესად ჩავა შემდეგ თაფლის შიგნით. ფახლავა შეგრილდა უკვე. მინდა განახოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან და როგორც უკვე ხედავთ, ვერ მოვითმინე და მოჭერი. მაგრამ გეტყვით რომ არის საოცრება. საოცრება ძალიან მომეწონა პირადად მე. მიუხედავად იმისა, რომ გეტყვით რომ ფახლავის დიდი მოყვარული არ ვარ. მინდა განახოთ როგორ გამოიყურება შიგნით. განახებთ კიდევ უფრო ახლოდან. ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან მადი სამწრეოდ. ალბათ იკითხავთ თუ საწადო შუაფენა. შუაფენა არც არ წასულა, შუაფენაც აქ არის. ის არ დარბილებულა, არამედ არის ისე ხრაშუნა. ნუ ყოველ შემთხვევაში ახალ გამომცხარზე ესეა ჩემთან. და დამერწყნეთ. მოვამზადეთ გემრიელი ფახლავა, არის ძალიან გემრიელი და მიერთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად და მარტო მომეცნოთ, რადგან არის ძალიან კალორიული. სულ ეს არის დღევანდელი ვიდეო რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ძალიან გემრიელ ფახლავას ახონე. მოვიდა გასინჯვის დროს და მე გავსინჯავ ახლა როგორც თაფლით, ისე უთაფლო და გეტყვით თუ რომელი არის უფრო უკეთესი. ეს არის თაფლის გარეშე. არის ძალიან გემრიელი. არის ხრაშუნა და გეტყვით რომ სულ ოდნავ არის მშრალი. ახლა გავსინჯავ მეორეს. ეს კი არის უკვე თაფლიანი ფახლავა და ალბათ ჩანს კიდევაც კონსისტენცია, რამდენად განსხვავდება. აქ ყველა ფენები ჩანს. აქ კი თაფლის გამო უკვე მესამე, ნუ შინ და ფენა არ ჩანს. სულ სხვა არომატი აქვს თაფლით. მომზადეთ აუცილებლად თაფლით, არის ძალიან გემრიელი. ორივე ძალიან გემრიელია, მაგრამ თაფლიანს აქვს განსაკუთრებული გემო. ამიტომ მე გირჩევთ, არის კარგად გამომწვარი სამივე ფენა. ნუ ერთი ისედაც წინასწარ გამოვაცხოთ. მოსინჯეთ, გამოაცხოთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები.